მიხეილ სააკაშვილის ძირითადი სასჯელის სახელმწიფო განსაზღვროს საფუძველს აღწევდა 12 წლის დაექვსვისვალი. მოსამართლე მიხეილ ჯინჯოლიამ სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის საქმეზე მიხეილ სააკაშვილი დამნაშავედ ცნოდა სასჯელის შეკრებითობის პრინციპით 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა. საზღვრის კვეთის საქმეზე მოსამართლე ჯინჯოლიამ სააკაშვილს 4 წლითა და 6 თვით პატიმრობა მიუსაჯა, რასაც ნაწილობრივ დაუმატა 12 მარტის განაჩენით თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით. 12 მარტის განაჩენი ეგრეთ წოდებულ პიჯაკების საქმეს ეხება, რომელშიც სააკაშვილი ასევე დამნაშავედ ცნეს. სასამართლომ დაადგინა მიხეილ სააკაშვილის ცნობილი ხმის დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 344 მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით დანაშაულის ჩადენისთვის ძირითადი სასჯელის სახელმწიფო განსაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 წლისა და 6 თვის ვადით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილების საფუძველზე ამ განაჩენის დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 25 წლის 12 მარტის განაჩენის დანიშნულ სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 8 წლის ვადით და 3 წლის ვადით სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლების აღზრდა და საბოლოო განაჩენთა ერთობლიობით მიხეილ სააკაშვილის ძირითადი სასჯელის სახელმწიფო განსაზღვროს საფუძველს აღწევდა 12 წლის და 6 თვის ვადით, მასზე 3 წლის ვადით ჩამოყალიბდა სახელმწიფო სამსახურში დანიშნული თანამდებობის დაკავების უფლება. მიხეილ სააკაშვილის სასჯელის მოხდის მოადის საფუძველი დაიწყო განაჩენის რეჟიმის მომენტ 25 წლის მარტიდან. მოსამართლის მიერ გამოცხადებული განაჩენი მიხეილ სააკაშვილმა თბილისის საქალაქო სასამართლოში 7 ნოემბრის საქმეზე დისტანციურად ჩართვისას შეაფასა. მესამე პრეზიდენტმა გადაწყვეტილებას ჯალათური, უკანონო და სამარცხვინო უწოდა. მისი თქმით, ივანიშვილმა ქართული სასამართლოს ხელით მას ფაქტობრივად ციხეში განადგურება მიუსაჯა. მე თქვენთვის მინდა უთხრათ, საშიში ვიქნები როგორც ციხეში, ასე უკტარიც. იმიტომ ჩემი სახელი უკავშირდება თავისუფლებასთან ჯობას და გამარჯვებას და საქართველოს წარმატებას. და ამას უკვე საუკუნეების განმავლობაში გაყვება ამერს. და ამიტომ საბოლოო ჯამში ახლა გამარჯვებთ რამდენიც გინდა საქართველოს თავისუფლების იდეას ვერ ჩაკლავთ, სააკაშვილის სრულს ვერ ჩაკლავთ და რაც უბრალოდ წლები გაიზრდა საუკუნეების მხოლოდ გაიზრდება იმის დაფასება თუ რა შეუძლია და რა გავაკეთებთ და კიდევ უფრო მეტი იქნება დაგმობას იმისა თუ რასაც ჩადიხართ თქვენ. წარმატებები ჩემ მეგობრებო ამ ანგარიშწორებას აქვს თავისი ავტორები და მათ აუცილებლად უნდა მიიღონ საქართველოს პირველ რიგში ქართული ხალხისგან კაცრი პასუხი. ახლა თქვენ იცით. მე ვიბრძვი და ჩვენ ვიმართ. რატომ გამოიყენა მოსამართლე ჯინჯოლიამ სააკაშვილის შემთხვევაში სასჯელის შეკრებითობის პრინციპი? მესამე პრეზიდენტის ადვოკატი ბექა ბასილაია ამბობს, რომ მოსამართლეს ამასთან დაკავშირებით მკაფიო განმარტება არ გაუკეთებია. მისი თქმით, მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი შეკრებითობის პრინციპის გამოყენება. საქმის პროკურორმა ლევან ვეფხვაძემ კითხვა, რომ სასამართლოს ამის უფლება ჰქონდა, რადგან ბრალდებული. მისი თქმით, წარსულში ნასამართლები იყო და შემდეგ რიგი დანაშაულები ჰქონდა ჩადენილი. ეს კი მისივე მტკიცებით რეციდივის პირობებში ჩადენილი 2 დანაშაულია. ამ გადაწყვეტილებით სასამართლომ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი, რომ მიხეილ სააკაშვილი არის პოლიტიკური ტყვე და ვიდრე ქართული ოცნება არის ხელისუფლებაში, მანამდე სასამართლო არის ფარსი და რასაც დაავალებენ იმ გადაწყვეტილებას მიიღებს. ეხლა რაც შეეხება სამართლებრივ ნაწილს. სისხლის სამართლის კოდექსის 59 მუხლის მიხედვით დანაშაულთა ერთობლიობის შემთხვევაში სასჯელები შთაინთქმება. მოსამართლემ მკაფიო განმარტება არ გააკეთა, რატომ მიიღო ეს გადაწყვეტილება. ეხლა გვიტოვებს ჩვენ რაღაც ვარაუდისთვის სივრცეს მე დასაბუთებულში დაწერილში წავიკითხავთ ალბათ რაზე იმშალა, რომ აი რეციდივს ჰქონდა ადგილი და აი ამის გამო უფრო მძიმეზე წავიდა, თუმცა რეციდივის შემთხვევაში წერია კანონში, რომ უფრო მძიმე სასჯელი ნაკლებად მძიმე სასჯელს შთანთქავს და მხოლოდ რაღაც უკიდურეს შემთხვევებში შესაძლებელი რომ გარკვეული სასჯელების შეკრება მოხდეს, თუმცა ისიც ნაწილობრივ. დღევანდელ გადაწყვეტილებას, რომლითაც მესამე პრეზიდენტს 12 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა, ბიძინა ივანიშვილის პირად შურისძიებას უკავშირებენ ნაციონალურ მოძრაობაში. შეკრებითობის პრინციპის გამოყენება ყველაზე მძიმე შესაძლო სასჯელის დაკისრების მიზნით ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვისაც კი უპრეცედენტოდ ჯალათური და რეპრესიული გადაწყვეტილებაა. გარდა ამისა, დღეს მინდა კიდევ ერთხელ გამოვეხმაურო პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილის გადაწყვეტილებას, რომ არ შეეწყალებინა პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. დღეს დადასტურდა, რომ გარდა მორალური და პოლიტიკური განაცხადისა, რაზეც ბევრჯერ გვისაუბრია, მისი შეწყალების გადაწყვეტილებას პრაქტიკული და რეალური შედეგიც ექნებოდა. დღეს მიხეილ ჯინჯოლია შეკრებითობის პრინციპს
ვერ გამოიყენებდა, ვინაიდან ყველა მისჯილ საქმეზე სალომე ზურაბიშვილის შეწყალების აქტით გაქარწყლდებოდა მსჯავრი და შესაბამისი პატიმრობის წლებიც. ამიტომ დღეს სალომე ზურაბიშვილიც იზიარებს პასუხისმგებლობას ამ ისტორიულ უსამართლობაზე ივანიშვილის რუსულ რეჟიმთან ერთად. მაქსიმალურად ყველაფერს აკეთებენ იმისათვის, რომ მიშა სააკაშვილი იყოს საკანში და იზოლირებული, საზღვრის კვეთაზე და საიმიგრაციო წესების დარღვევაზე მთელ მსოფლიოში ეს პრაქტიკა საქართველოშიც ასე ხდება, ყველას კარგად მოგვეხსენება, სწორედ ამიტომაც აღნიშნა ადვოკატმა ესეთი ამბავი ბოლო პერიოდში კი საერთოდ არ გაუგია, არის საიმიგრაციო დაკავების იზოლატორები 2-3 კვირა აჩერებენ ადამიანს და შემდეგ ან დეპორტაციას აკეთებენ, ან ქვეყანაში ტოვებენ, ან იღებენ შესაბამის გადაწყვეტილებას. ამაზე 4 წლის და 6 თვის მისჯა და თანაც არსებულ ვადაზე ზევიდან დამატება არის მართლაც უპრეცედენტო, იურიდიული აბსურდი და პოლიტიკურად შეკერილი საქმე თავიდან ბოლომდე. მიხეილ სააკაშვილის მიერ საზღვრის კვეთის საქმეზე გამოძიება 2021 წლის 1 ოქტომბერს დაიწყო. ამავე საქმეზე ბრალდება კიდევ 4 პირს: ელგუჯა ცომაიას, ზურაბ და შალვა წოწორიებსა და გიორგი ნარიმანიძეს აქვთ წარდგენილი. ისინი გირაოს სანაცვლოდ არიან გათავისუფლებულები და მათი საქმე ცალკე წარმოებად მიმდინარეობს. მიხეილ სააკაშვილს ქართულმა სასამართლოებმა მის წინააღმდეგ აღძრულ ყველა სისხლის სამართლის საქმეზე გამოუტანეს განაჩენი გარდა ერთისა. 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო პროცესები ისევ გრძელდება და ის არსებითი განხილვის ეტაპზეა გადასული.